მეგობრებო, მოგესალმებით. კიდე ერთჯერ და მრავალგზის და მრავალჯამია. მე და დეიზი ვართ გასულები ისევ სანახების მოსავლელად. რომ გავიგოთ რა ხდება წრის მიგრაციისა თუ ადგილობრივი წრის ამბავში და მოკლედ ესეთი საკითხია და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი რა. მე რამდენიმე წელია ვაგვირდები ამ ფაქტს და რავი ეხლა ვფიქრობ რომ აი ვადასტურებ ჩემ თავში და უბრალოდ რაღაცა არ მინდა პროფესორობა გამომივიდეს და მინდა რომ თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი ფაქტი და შემთხვევა და იგივე გამოცდილება ცხოვრებაში გავაზიაროთ რა. ანუ რისი თქმა მინდა ყოფილა ადგილები, როდესაც აი შედიხარ და წერი არ არის რა. მეორე მესამე დღეს მიდიხარ. აი ვერაფერს ვერ ნახულობ, ვერც ის, ვერც პატარას. მეორე მესამე დღეს მიდიხარ, აი უკვე სეზონზე ვიძახი რა, ანუ სეზონს მიახლოვებული ან მიმდინარე სეზონში. ხო და ხდება წერი ჩოჩრებით, როგორი ჩოჩრებით, იცი კარგად რო დაფრინავენ, მაგრამ რო აფრინებოდა ხვდები რომ წლევანდელია, ახალია და ჯერ კიდე თლად გამართულად ვერ დაფრინავს. მე მეორე დღეს მიდიხარ, ანუ ამნაირს არ ესვრი რა თქმა უნდა. მეორე მესამე დღეს მიდიხარ ისევ და შედიხარ იმინდორზე და ვეღარ დიცპოულობ, ვეღარ პატარას. და ასე შემდეგ. ანუ რისი თქმა მინდა. მე ახლა იმას ვერ დავამტკიცებ, რომ დიდი გადაფრენებისთვის ეს მწყერი მზადაა და შეიძლება რომ დიდი გადაფრენები გააკეთოს, მაგრამ შიდა მიგრაციებს ჩოჩრებიანი მწყერი, ასე რომ ვთქვათ, შიდა მიგრაციებს აკეთებს რა. თქმა მინდა. ეხლა მე შემოსული ვარ მინდორზე. რომელ მინდორზეც 2-3 დღის უკან ბოდიში ესე რომ თან დავდივარ და ქელით ვლაპარაკო, ხო და კონკრეტულ მინდორზე შემოსული ვიყავი ძალიან ბევრი მწყერი ვნახე მაშინაც, ძალიან ბევრი რა, ანუ კარგად ვნახე და ვთქვი რომ ანუ გადაფრენის მწყერი ადგილობრივი არ იყო, იმიტომ რომ არც ერთი ჩოჩორი, არც ჩოჩრის მოქექვა, მოძიება, არც არაფერი არ ყოფილა იმ წუთში. ეხლა შემოდივარ 2-3 დღის მერე იგივე მინდორში და მხვდება ორჯერ უფრო მეტი დიდი მწყერი და მხვდება ჩოჩრები, რომლებიც დაფრინავენ ჩვეულებრივ, აი ძაღლის უნს იღებს, უფრინდება ძაღლს, მაგრამ ხვდები რომ წლევანდელია და კარგად დაფრინავს რა, გამართულად, ოღონ ხვდები რომ ჩოჩორია რა. ხო და ანუ თითქმის ყველა წელიწადს ვაწყდები ესეთ ფენომენს. ეხლა ჯერ სეზონი არ არის გახსნილი, ვიღაცეებისთვის კი არის გახსნილი სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენთვის წესიერი ხალხისთვის არ არის სეზონი გახსნილი და რავი რა უნდა განაპირობებდეს ეხლა ამას, შეიძლება გვერდზე მინდორში სხვა აფრთხობდეს მწყერს და შესაბამისად მე შენსკენ მოდიოდეს იძულებით ეს მწყერი, მაგრამ ამ შემთხვევაში რა იძულებს რომ ესე ადგილს ინაცვლებდეს და ანუ ესე მასიურად, თან მასიურად შემხვდა ეს რამდენიმე ბუდობის მწყერი შემხვდა ერთი და იგივე მინდორზე რა. ხო და კითხვა მაქვს რა, თქვენს გააქვთ მსგავსი შემთხვევები თუ არ გაქვთ? თუ მე მეჩვენება რომ შიდა გადაფრენებს ჩოჩრებიანი მწყერი, რომელიც დაფრინავს, არა აქვს მნიშვნელობა ჩოჩორია თუ დიდია, გადაფრენებს აკეთებს ჩვეულებრივ. ეხლა იმას ვერ დავიჯინებ, რომ ეს ზღვას გადაუფრენს და ოკეანეს და ჩაო თავის დანიშნულების ადგილზე, მაგრამ ხმელეთ პრობლემა არ აქვს. მე რო ვაკვირდები, რამდენიმე წელია ვაკვირდები ამას და ეხლა დღეს უბრალოდ იმდენად გაოცდი იმ მინდორში, იმ ჩოჩრების რაოდენობით, აი რამდენიმე ბუდობა ჩოჩორი ვნახე, ასე რომ ვთქვათ, რომ უბრალოდ რო არ აღმენიშნა და რო არ მეკითხა თქვენთვისაც ვეღარ მოვითმინე რა, ასე რომ ვთქვათ. ხო და აგე რა, ჩემ თვალ აფრინდა კიდე მწყერი. დეიზი, მოდი აქ. ჩემთან.
ჩემთან აგერ ფეხიდან აგვიფრინდა ახლა მწყერი ხო და კითხვა მაქვს თქვენ შეგიმჩნევიათ თუ არა მე ვამბობ ცალსახად ჩემი გამოცდილებით რომ მწყერი რომელიც დაფრინავს დიდია თუ პატარაა შიდა გადაფრენებს ყოველ შემთხვევაში აქტიურად აკეთებს როგორც დიდი მწყერი აი ამისი თქმა მინდოდა და მაინტერესებს კიდე ერთჯერ და ძალიან ბევრჯერ გავიმეორდი თქვენც მსგავსი ფაქტები გქონიათ თუ არა და ესე გამოკვეთილად რომ აი ამისკენ მიუთითებს და არა სხვა რამისკენ